როგორ შეფასებთ ახსენეთ კიდევაც დღევანდელი ინციდენტი, რომელიც ზუგდიდში მოხდა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საკმაოდ სასტიკად გაუსწორდნენ, ესე ვთქვათ, ეს პერიოდი გვახსოვთ ჩვენ 2012 წლამდე ზუსტად იგივე მეორდება დღეს და ბევრჯერ გვახსოვს, ძალიან ბევრჯერ გვინახავს სამწუხაროდ იმავე ქალაქში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც იყო ასეთი ხელჩართული ჭხუბი, როდესაც ჩვენი ძალიან ბევრი აქტივისტი სერიოზულად ცემეს. რა თქმა უნდა 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდიც გვახსოვს. ძალიან სამწუხაროა. მე ამაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აი თქვენთან სტუდიაში შემოსვლის წინ ვნახე კადრები, საერთოდ არ ვიცი. თქვა რომ ის ხო ქართული რომ არიან ადამიანები, რომლებიც არიან ნაცემი, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ცემა ისინი. ყველაფერ დანარჩენს მე დიდი იმედი მაქვს, რომ დაადგენს უკვე გამოძიება. მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, წარმოუდგენელია, შეუძლებელია ესე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ის ამას ვამბობს სრული პასუხისმგებლობით, ვინც არ უნდა იყოს, ვისაც დღეს იქ ხელში ეჭირა, არ ვიცი, კეტით ცემდნენ თუ რით ცემდნენ. ბატონო, უსასტიკესად უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ქვეყანას წინ აქვს უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უპრინციპულესი არჩევნები. ესეთი რამე არ შეიძლება, ამის დაშვება აღარ შეიძლება. უნდა დავამთავროთ ეს ერთმანეთთან ანგარიშსწორება და კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კადრში ჩანს, რომ კეტი უჭირავს, ნებისმიერ ადამიანს მიმართ კანონი უნდა იყოს ძალიან სასტიკი. საერთოდ არ მაინტერესებს იმ ადამიანების პოლიტიკური წარსული, ან პოლიტიკური არჩევანი, ან პოლიტიკური მომავალი, ვინც ცემეს დღეს. მე არ მჭირდება მათთან დაკავშირებით რაღაცა ეხლა პოზაში ჩადგომა, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2004 წლიდან მოყოლებული არც ერთი წამი არ გავჩერებულ არ მათთან ბრძოლაში. მაგრამ ეს ვანდალიზმი, ეს ველურობა უნდა დავამთავროთ ქვეყანაში, ესე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.